არის თუ არა საქართველოში დემოკრატიის თავისუფლება და ამ თვალსაზრისით არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც დემოკრატიის და არჩევნების თავისუფლება, სწორედ ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომლის მიხედვითაც Freedom House-მა გამოაქვეყნა საკუთარი ანგარიში და მითითებულია, რომ საარჩევნო დემოკრატიის ქვეყანა არ არის საქართველო და ელექტორალური დემოკრატია არ არის ჩვენს ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს არის გაუარესებული მდგომარეობა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გამოწვევები საქართველოში ყოველთვის იყო, ამ ჩამონათვალში საქართველო ყოველთვის იყო როგორც ქვეყანა, სადაც ასე თუ ისე არის საარჩევნო დემოკრატია, თუმცა როგორც ჩანს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარების შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, Freedom House-მაც ამ ყველაფერთან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც ელექტორალური დემოკრატია არ არსებობს და საქართველოს გასწვრივ პასუხი არის, რომ არა და საქართველო არ არის იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო დემოკრატიაა. Freedom House-ი აქვეყნებს ხოლმე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ინდექსებთან დაკავშირებით ინფორმაციას და ერთ-ერთი არის რამდენად ელექტორალური დემოკრატია, ანუ საარჩევნო დემოკრატია არის ხოლმე კონკრეტული ქვეყანა, ამას თავისი მეთოდოლოგია აქვს, კონკრეტული შეკითხვები და ასე შემდეგ და ჩვენ უფრო დეტალურად კიდევ გვეცოდინება კონკრეტულად საქართველოს ანგარიში, როდესაც გამოქვეყნდება, თუმცა იმ ფაილში, რომელიც არის ატვირთული, ჩამოთვლილია ქვეყნები და მითითებული არის თუ არა ის ელექტორალური დემოკრატია და წელს საქართველოს აწერია, რომ არ არის. ეს არის რა თქმა უნდა გაუარესება სტანდარტის, იმიტომ რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო იყო საარჩევნო დემოკრატია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კონკრეტული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის და სავარაუდოდ ეს გამოწვეულია იქიდან, რომ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სავარაუდოდ ეს არის სწორედ ამის მიზეზიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობა იყო საყოველთაოდ დარღვეული, ოპოზიცია დარწმუნებულია და აქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლოც დაინახავს რეალობას, რა მოხდა ოქტომბრის არჩევნებზე და დაადგენს იმას, რომ კენჭისყრის ფარულობა იყო დარღვეული და ეს ყველაფერი არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება, ეს კონსტიტუციური უფლება არის დარღვეული, გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თეთრი წყაროს სასამართლომაც კი მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფარულობის პრინციპი საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე იყო დარღვეული და მათ ეჭვიარებარებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლო. Თელმა მსოფლიომ დაინახა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მასობრივად დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი გამონაჟონი ბიულეტენებით. სწორედ ამაზე დაობდა ლელო ძლიერი საქართველოს სასამართლოს პრაქტიკულად ყველა ინსტანციაში, ყველა სასამართლოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებით სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის დარღვევას აუცილებლად დაადგენს და ასე გასცემს ქართულ ოცნებას საკადრის პასუხს. თითოეული საქართველოს მოქალაქე, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდა, ამ ფაქტის მოწმე გახდა. ეს უტყუარი ფაქტია, ერთადერთი ვინც ეს გაჟონვა, ფარულობის დარღვევა ვერ დაადგინა, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და კალანდარიშვილი და საქართველოს ხელისუფლება და წოდებული, ვინაიდან ქართულ მოწმებამ ამ გზით და არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ძალაუფლება. მოლოდინები ცხადია გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვართ და ვრჩებით ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოდ და გვაქვს შესაძლებლობა, ამიტომ კარგი მოლოდინი გვაქვს, ეს არის პირველი შემთხვევა ამ მუხლით საქმის განხილვის ევროპულ სასამართლოში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იქნება განსაკუთრებულად დეტალებში მსჯელობა. საიას საჩივრის მიხედვით 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა რამდენიმე კვირით ადრე, საიამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არსებობდა რისკი იმის, რომ ფარულობის პრინციპი იქნებოდა დარღვეული. ამასთან დაკავშირებით CESCOM განაცხადა, რომ არჩევნებს ჩაატარებდნენ სხვა ხარისხის ბიულეტენები, თუმცა მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად თითქმის ყველა უბანზე, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნებში, ყველგან გაჟონა
იგონა მელანმა და ადამიანების ფარულობა კენჭისყრის იყო აბსოლუტურად საჯარო და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მასობრივად ზეწოლას განახორციელებდა ამ მომრჩევებზე, საია აცხადებს, რომ სწორედ ასე მიიტაცა ხელისუფლებამ ძალაუფლება და ახლა ამ ყველაფრის დასადასტურებლად მათი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა და მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.